ვინ არის ლტოლვილი? ერთი შეხედვით თითქოს მარტივი კითხვა არა, მაგრამ სინამდვილეში პასუხი ერთდროულად ძალიან მკაფიოც არის და საოცრად ბუნდოვანიც. მოდით, ამ გარჩევაში ერთად ვნახოთ, რას გვეუბნება თანამედროვე კანონი და რას ჩურჩულებს ისტორიის სიღრმეებიდან მოღწეული იდუმალი ფრაგმენტები. აი ეს რიცხვი კარგად დაიმახსოვრეთ, 99.3 მილიონი. წარმოგიდგენიათ, 2021 წლის ბოლოს სწორედ ამდენი ადამიანი იყო იძულებით გადაადგილებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ციფრია, თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე ვთქვათ 90-იან წლებში იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ გიგანტური რიცხვის მიღმა ადამიანებითგანან და მათი ისტორიების გასაგებად ჯერ ტერმინებში უნდა გავერკვეთ. ხშირად გვესმის ეს სიტყვები, მაგრამ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს, ვინ არის ლტოლვილი, ვინ არის დევნილი და რა არის იცით მათ შორის მთავარი პრინციპული განსხვავება? კარგი, მოდით დავიწყოთ თანამედროვე განმარტებებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო სამართალი ამ ადამიანებს რამდენიმე ძალიან მკაფიო კატეგორიად ყოფს და ეს გვეხმარება, რომ მათი მდგომარეობა ბევრად უკეთეს გავიგოთ. დავიწყოთ ყველაზე ფართო კატეგორიით, ეს არის იძულებითი მიგრაცია. წარმოიდგინეთ, ეს არის ერთგვარი დიდი ქოლგა, რომელიც აერთიანებს ყველას, ვინც სახლიდან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წავიდა. მიზეზი შეიძლება იყოს ომი, კონფლიქტი, ეთნიკური წმენდა ან თუნდაც სტიქიური უბედურება. აი მივედით ყველაზე ცნობილ ტერმინამდე, ლტოლვილი. აქ ორი რამ არის აბსოლუტურად საკვანძო. პირველი, საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთა და მეორე, დევნის საფუძვლიანი რეალური შიში. ანუ ეს არ არის უბრალოდ წასვლა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ეს არის გაქცევა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტერმინია თავშესაფრის მაძიებელი. ვინ არის ის? ეს არის ადამიანი, რომელმაც უკვე გადაკვეთა საზღვარი, მოითხოვა ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ჯერ კიდევ ელოდება ოფიციალურ იურიდიულ პასუხს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ლტოლვილი თავის დროზე თავდაპირველად სწორედ თავშესაფრის მაძიებელი იყო. და ბოლოს იძულებით გადაადგილებული პირი, ანუ როგორც ჩვენ ვეძახით, დევნილი. ეს ადამიანებიც რა თქმა უნდა იძულებით ტოვებენ სახლებს ზუსტად ისეთივე საშინელი მიზეზების გამო. მაგრამ აქ არის ერთი გადამწყვეტი განსხვავება. მათ საერთაშორისო საზღვარი არ გადაუკვეთიათ. ისინი საკუთარ ქვეყანაში არიან დარჩენილები უსახლკაროდ. და როცა ამ რიცხვებს შლით, ძალიან საინტერესო და სიმართლე გითხრათ, მოულოდნელ სურათს ვიღებთ. იმ 99.3 მილიონიდან აბსოლუტური უმრავლესობა 23 მილიონზე მეტი სულაც არ არიან ლტოლვილები. ისინი დევნილები არიან. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის საზღვრები არ დატოვეს. ეს არის ყველაზე დიდი, მაგრამ რატომღაც ხშირად ყველაზე უხილავი ჯგუფი. კარგი, ეს ტერმინები გავიგეთ, მაგრამ საიდან მოდის ისინი? ჰაერიდან ხომ არ გაჩენილა? რა თქმა უნდა არა. მათ აქვთ ძალიან კონკრეტული ისტორიული საწყისი, რომელიც პირდაპირ მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება. წარმოიდგინეთ ომის შემდგომი ევროპა. სრული ხაოსი. მილიონობით ადამიანი, რომელმაც სახლი და ყველაფერი დაკარგა. სწორედ ამ კატასტროფაზე საპასუხოდ მათ დასახმარებლად შეიქმნა პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი. აქ ორ თარიღს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. 1951 წელი, როცა მიიღეს ლტოლვილთა კონვენცია. ეს იყო რა თქმა უნდა უდიდესი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან შეზღუდული. ის ეხებოდა მხოლოდ ევროპაში 1951 წლამდე მომხდარ მოვლენებს. თუმცა მსოფლიო ხო არ გაჩერებულა, ახალი კონფლიქტები იწყებოდა სხვადასხვა კონტინენტზე და ამიტომ 1967 წელს მიიღეს დამატებითი ოქმი, რომელმაც ეს გეოგრაფიული და დროითი ბარიერები სრულიად ერთხელ და სამუდამოდ მოხსნა. და აი სწორედ ამ 1977 წლის განახლებამ გახადა ლტოლვილის განმარტება უნივერსალური. ეს იყო იმის აღიარება, რომ ადამიანების დევნა არ იყო რაღაც ერთჯერადი, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული პრობლემა. არა, ეს იყო გლობალური გამოწვევა, რომელიც დროსა და გეოგრაფიაში არ ჯდებოდა. კარგი, მაგრამ რა ხდებოდა ამ კანონების მიღებამდე? საუკუნეებით, 1000 წლეულებით ადრე. აი, აქ ჩვენ ვტოვებთ სამართლის ნათელ და მკაფიო სამყაროს და შევდივართ ისტორიის ბინდბუნდში, სადაც პასუხების ნაცვლად მხოლოდ ფრაგმენტები და გამოცანები გვხვდება. დღეს ხომ თქვით, გვაქვს მონაცემები, სტატისტიკა, ზუსტი რიცხვები. მაგრამ რა ხდებოდა საუკუნეების და 1000 წლეულების წინ? ამაზე პასუხის გაცემა გაცილებით რქულია. პრობლემა ისაა, რომ მთელი ეპოქების ისტორიები, როგორც ეს ციტატა ამბობს, უბრალოდ თითქმის უკვალოდ გაქრა. ჩვენამდე მხოლოდ სუსტი ექო აღწევს, მაგრამ სრული სურათი დაკარგულია. ერთი წამით დაფიქრდეთ, ეს ჩანაწერი თითქმის 2700 წლისაა, 40,000 ადამიანი. ეს ხომ მთელი თანამედროვე ქალაქის მოსახლეობაა, რომელიც იძულებით გადაადგილეს. მაგრამ ვინ იყვნენ ისინი? რა ბედი ეწიათ? დეტალები უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს ერთი წინადადება, ისტორიული კატასტროფის მოკლე იდუმალი ანონსი. და აი კიდევ ერთი ასეთივე იდუმალი ფრაგმენტი. 40,000 ადამიანი.
რაღაც კუნძული, 8-9 საუკუნეები. და უსიო, კონტექსტი დაკარგულია. ეს ჩანაწერები იცით რას გავს? ისტორიული გემის ნამსხრევებს. ისინი გვაჩვენებენ, რომ რაღაც ძალიან მასშტაბური მოხდა, მაგრამ დეტალები ზღვის ფსკერზე დარჩა. მაშ სად მივყავართ ამ ორ ერთმანეთისგან ასე რადიკალურად დაშორებულ ამბავს? ერთი მხრივ თანამედროვე ზუსტი კანონები, მეორე მხრივ კი უძველესი იდუმალი ფრაგმენტები. ერთ მხარეს გვაქვს ჩვენი თანამედროვე ეპოქა, სადაც პრინციპში ყველაფერი განსაზღვრული და დათვლილია. გვაქვს კანონები, კონვენციები, მონაცემები. მეორე მხარეს კი შორეული, მიუწვდომელი წარსული, რომელიც სავსეა საიდუმლოებით, დაკარგული ისტორიებით და ფრაგმენტული გაუგებარი ჩანაწერებით. და აი მივედით მთავარ დასკვნამდე. იძულებითი მიგრაცია არ არის რაღაც ახალი თანამედროვეობის პრობლემა. ის ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლითაც ამ გლობალურ ტრაგედიას ვზომავთ და ვითვლით. ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში კი ის უბრალოდ დაუწერელი მოუყოლელი ისტორია იყო. ეს ყველაფერი საბოლოოდ გვიტომობს ერთ ძალიან მძიმე შეკითხვას. თუ ეს ჩვენამდე მოღწეული მცირე ფრაგმენტებიც კი ასეთ უზარმაზარ, კატასტროფულ მოვლენებზე მიუთითებს, მაშინ წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი ადამიანის ისტორიაა ისტორიის მიერ სამუდამოდ დაკარგული და დავიწყებული.